დღეს მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ როგორც ბადაგი დადუღებისას, როგორც კვირტი გაზაფხულზე, როგორც ვენახი შემოდგომაზე, როგორც მიხეილ ცაგარელი როცა მასთან მიდის გოგონა და ეუბნება რომ შეყვარებულს დავშორდიო, მამა ჩემი მილიარდერიაო და მჭირდება რჩევებიო ვარსკვლავების მიხედვითო. როგორც ფსიქიატრი, რომელთანაც ლურჯთმიანი გოგო მივიდა და ხელზე შრამები აქვს და ასევე ეუბნება რომ მამა ჩემი მილიარდერიაო და ნებისმიერ ფულს გადავიხდითო. აი ამდენად ბედნიერი ვარ მეგობრებო. რადგან დღეს შემხვდა ერთი ვიდეო, სადაც ჩემი საყვარელი ორი თემა ერთიანდება. გიჟები და გიჟების სუტინიორები. ოღონდ მე არ ვსაუბრობ ეხლა ვიღაც ახალ ბედებზე და ვიღაც გამოუცდელ ხალხზე, რომლებმაც მხოლოდ 1 წლის წინ დაიწყეს სუტინიორობა. მე ვსაუბრობ რეპში თუფაკზე. მე ვსაუბრობ ჰოლივუდში ალ პაჩინოზე. მე ვსაუბრობ ქიმიაში მენდელეევზე. მე ვსაუბრობ ღარიბების, გიჟების, გაჭირვებულების ნომერ პირველ სუტინიორზე, ნანუკა ჟორჟოლიანზე. გამარჯობა. მოკლედ, დღეს TikTok-ზე ამომიგდო რომ ნანუკას დაუწყია TikTok-ის მოხოდვა რა, იმიტომ რომ მიხვდა რომ ვიღაცა ასწრებს ნათია გიჟების დახმარებაში, ასე რომ ნანუკამაც დაიწყო გააქტიურა თავისი გიჟების დახმარების სპექტრი და დაიწყო ამ ყველაფრის დაჭრა და TikTok-ზე შეგდება რომ მოიპოვოს უფრო მეტი პოპულარობა. და ამომიგდო სადაც ის ვიდეო სადაც ის ხვდება ნონა ვაშაყმაძეს. ეს გახლავთ TikTok-ერი. გაგაცნობთ რა თქმა უნდა პერსონაჟებს. თუ ვინმე ახალგაზრდა მიყურებთ და ფიქრობთ ეხლა რომ ნანუკა რა შუაშია კაცო, მე ნანუკას ვიცნობ როგორც უბრალოდ ქალბატონს, რომელიც ეხლა მთავრობის წინააღმდეგაა და ხანდახან გამოთქვამს ხოლმე თავის აზრს. არა მეგობრებო, ნანუკა არის როგორი ძველი განგსტერი, იცით ამ სფეროში. აი ნანუკას რო გვერდზე ტიპი ეყენა პროდიუსერი როსტო, მეგობრებო, მოგესალმებით ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში. ჩვენი პროდიუსერი როსტო, მიდი დაუკარი პიანინოზე თუ რა ვიცი, დააჭირე ერთ-ორ ღილაკს. ჩვენი სიმპათიური როსტო წავიდა ციხეში 1447 წლით მეტამფეტამინის გაყიდვის გამო. როგორ გონიათ ნანუკამ რამდენჯერ ახსენა მაგის შემდეგ? მეგობრებო, ასევე დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის დასპონსორებისთვის, მთავრობას, ანუ ჩემ მეუღლეს, რომელიც ეხლა სამწუხაროდ, არ არის სტუდიაში, არ იმყოფება, რადგან არ სცალია. მიულნებაშია გლდანის ციხეში, სადაც ადნობს პატიმრებს და ასევე ადნობს იმ ადამიანებს, რომლებმაც დაწერეს Facebook-ზე, რომ ნანუკას შოუ არ მომწონსო. დიახ, ეხლა ალო, ეკო, ხო? კი, გაუკეთე ხო ჰეპატიტი მაგას და გადაადნე ხო? კი, მადლობა, ძალიან საყვარელი ხარ. დიდი მადლობა ჩემ მეუღლეს, ჩემი გადაცემის დასპონსორებისთვის. დიდი მადლობა მთელ მთავრობას, რომ ჩემ გადაცემას მხარს უჭერთ, რადგან მთელი გადაცემები, მთელი ტელეარხები ჩვენია. ახლა კი მივესალმოთ 92 წლის ლია ბებო, რომელიც გუშინ გათხოვდა. ლია ბებო, როგორ გადაწყვიტეთ გუშინ გათხოვება? თქვენ ხომ 92 წლის ხართ? ეს ლია ბებოა. და ნანუკა. ლია ბებო. ეხა კამერებს გავთიშავთ და თავიდან იტყვით წესიერად, რომ ნანუკა, შენმა დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა გათხოვება, თორე ეხა დაურეკავ ჩემ ქმარს და გადაგადნობ შენა ბოზოვარო ბებო. ნანუკას შოუს დიდი მადლობა. ანუ ესეთი განგსტერია ნანუკა, ვინც არ იცნობთ, ვინც ეხა პატარა ასაკის ხალხი მიყურებთ, თორე ეხა ზრდასრულმა ხალხმა კი უნდა იცოდეთ. მოკლედ, ნანუკა შეხვდა ერთ-ერთ TikTokers, ნონა ვაშაყმაძეს. და ამ ტკივილის ყურებას და ამ ტკივილის გადატანას მარტო არ ვაპირებ, ასე რომ თქვენთან ერთად უნდა გადავიტანოთ. დავიწყოთ.
Max, კიდრე შენ მოხვიდოდი ყვებოდი როგორ მიყვარ შენთან ერთად მოგზაურობაში სიარული და ზოგადად როგორი კომფორტული ხარ და როგორი კარგი ბიჭი ხარ. Max, ძალიან მიყვარს შენთან ერთად მოგზაურობა. უბრალოდ ერთი წამი კამერა გათიშე ხო? ხო, შენ დამპალ ცხიმიან თითებს კიდევ ერთხელ დაადებ ჩემ ტორპედოს და მაგ შენ თითებს მოგაჭრი და გადავადნობინებ ჩემ ყოფილ ქმარს. არა. ხალხო სამი მანქანა აყენია, სტოპ, კადრში ჩანს, დაჟე 4 მანქანა ჩანს. ვინმე ეჭვი გეპარებათ, რომ ნანუკამ არავინ ჩაისვა? ან თუ ვინმე ჩაისვა, აი უკან დასვა, უთხრა რომ ღვედი შეიკარიო, შესუნიანო პინძურო, პანჯარას ჩაუწიეო, რომ შენი დამპალი ხაჭაპური სუნი არ მომივიდესო წინო და იცოდეო ხმა არ გამცეო. ანუ მანქანებს შეხედეთ. სულ მისულები არიან ალბათ 5 ადამიანი, ხო? და 4 მანქანით მივიდნენ. და გონიათ ნანუკამ წამოიყვანა ესენი. მოიცა, კიდე გვაცნობს პერსონაჟებს ნანუკა. ყვებოდი როგორ მიყვარს გიგა. გიგაც ძალიან უყვარს. გიგა შეხედე. გიგა უკვე დაშინებულია, გიგა დავერბოუკებულია, აი როგორი, იცი რომ ესე დგას. გიგა TikTok-ების კაცია სხვა შორის, იმიტომ რომ უყურე ვერტიკალურად იღებს. იქ მეორე ვინყავს მაქსი. მაქსი ჰორიზონტალურად იღებს პროფესიონალური კამერით და გიგა იღებს ვერტიკალურ TikTok-ებს. ნუ ეს ნაღდი არაფერია დასამალი, ხო? ესე შოება. გიგას რას ეძახის? გიგას როგორ ამცირებს? მისმინე გიგა, ბეგემოტო. შენი დამპალი ინსულინის წამლები ჩემ ჯიბეშია. სანამ წესიერ სამ TikTok-ს არ დამიჭრი, მანამდე არ მოგცემ ამას. აქ მოკვდები. შენ აქ ფორთხვას დაიწყებ, რომ მე ინსულინი მოგცე. მაგრამ მე არ მოგცემ ამ წამლებს. სამ წესიერ TikTok-ს არ დამიჭრი, სადაც მე კეთილი ვჩანვარ და სადაც ამ ხორჯოს ვეხმარები. გესმის გიგა, ჰა? და როგორ ვენდობი მას? და ასე ყვებოდი როგორ მიყვარს აკო. აკო მესამე პერსონაჟი შემოდის. და როგორ ვენდობი მას? და ასევე ყვებოდი როგორ მომწონს ფანტა. როგორ მომწონს ფანტა? ფანტა, დიდი მადლობა თემურ ჭყონიას, რომ აფინანსებს აბსოლუტურად ყველაფერ ანტისახელმწიფოებრივს. ბატონო თემურ, დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს მე ფანტა, ძალიან მიყვარს კოკა-კოლა და მაკდონალდსი. უღალატე სამშობლოს. ახლა უკვე ბროწეულის გემოთი. გიგა, როცა ჩავეხუტები ამას. იცოდე ფანტა გამომიჩინე ჩახუტებისას. თორე ხო იცი სადაც დაიწყებ მუშაობას ამის შემდეგ, როცა მიშა დაბრუნდება. არა, ნანუკა სად? გალდანის ციხეში. პატემრად იმუშავებ დღე და ღამე. ბაიმე რა იმას ფეხსაცმელები გაწვია. ლამაზესი ხარ. რას ვაკეთებთ? როგორ ხარ? კარგად, შე როგორ ხარ? აქ ვისახში ხარ? აქ ვისახში ხარ? არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. ვიღაცის სახლია. სოფიანი ძაღლი თუ არა აქ. ანუ ადამიანი კლინიკური გიჟია, ხალხო, ეტყუილად არ ვიძახი ამას. ცოტა ხანი მოусმინეთ და ანუ კლინიკური გიჟია. აქ ვისახლში ხარ? ჰა? ნონა, შენ თაიშენე ეს სახლი? რა ჩემი თავიშენე, ხალო? კარტებისგან ორ კარტიან სახლს ვერ ვაწყობ. რადგან ნერვები მეშლება და საგიჟეთში მივყავარ მერე. აი, ორი კარტი რომ მომცე ერთმანეთს ვერ დავალა, ერთმანეთს ვერ მივადებ. რადგან ნევროზი მაქვს. ამის გამო საგიჟეთშიც ვიყავი. წამლებზე ვზივარ, ფსიქოტროპულებზე. რა ვისი სახლია? ჩემი სახლია, იპოთეკით მაგ გამოტანილი. ორ ბიჯგუფმა ამიშენა. რა ვისი სახლია? ვიღაცის სახლია და ვცხოვრობ. არ გააბაზრო. ბატონო. ნონასაც რო დაუდგა ფანტა. ჯერეთი ხო წარმოგიდგენიათ, ბიჭო, რომ დალაგება და ყველაფრის მოწყობას, რომ ნონასაც უდგას ფანტა.
რამდენად ყალბია ეს ყველაფერი, ხო წარმოგიდგენიათ? რომ ნონა შენაკ დაჯექი, ის პროდიუსერი როა, მაქსი თუ ვიღაცა გიგა თუ ვიღაცა ყვერი. მაგას ხო ეუბნება, ეგ ხო ეუბნება ამათ, რომ ნონა შენაკ დაჯექი, ფანტა ესე დაიდგი, მოიცადე ერთ წამი ეტიკეტი შემოვატრიალოთ, ჭიქა დაიდგი, ჭიქები გააქვს სახლში, ბინძურო, არ გაქვს ხო, სუფთა ჭიქები, კაი, მოდი მე გაგიწვენ. აჰა, შენ ჭიქა დაიდგი, იცო, თითი არ მოკიდო, შენ ცხიმიანი თითები არ შეეხოს ამ ჭიქას. ნანუკა, შენაკ დაჯექი, მოიცა განათება დავაყენოთ რაღაცები და ვითომ რეალური ისაა რა, ვითომ აი რეალობას ასახავენ რა. რა რეალობას ბიჭო, ფანტა საიდან გაუჩნდა? ჭიქა საიდან გაუჩნდა? გონიათ ეს ჭიქა ნონასია? არა, ყველაფერი მიტანილია. განათება ესეთი კარგი როგორ არის? ყველაფერი მიტანილია. აი ახლა სახლში რა ხდება, იცი? აი აქ უდგათ ერთი 30 ნათუ რა, ერთი 60 კაცი დგას ესე რომ მიდი შეღორო ფანტა დალიე და ახსენე თემურჭყონია რამდენად კარგი კაცია. თორე გადაგადნობს ნანუკას ყოფილი ქმარი. და ეხლა ნანუკა გუჯდება რომ ვითომ ეხლა დასხდნენ რა რომ ნონა მომიყევი აბა როგორ ხარ? რა როგორ ხარ? ქალო 1 საათი არ ელაპარაკე ხო? აი სანამ ალაგებდით ამ ყველაფერს, სანამ ფანტას დაამიწებდით, სანამ განათებებს დააყენებდით, სანამ ოთახი გაურემონტეთ, მანამდე არ ლაპარაკობდით ხო? აი ეს ყველაფერი ყალბი როა და ყველაფერს რო გაჯერებენ და ყველაფერს რო გაჭმევენ. აი ეგ არის რა. მაგრამ ნუ ნანუკა გაჭმევთ 20 წელი, ასე რომ ნანუკასგან საწყენი არ არის. ნანუკა, მიყვარხარ. სხვა ნანუკა. ამ შოუს თურმე გვია სხვა ნანუკა, ანუ ის ნანუკა აღარ არის რა. სააკაშვილის მოტრფიალე და რამე. ის ნანუკა წავიდა. როსტო რო ყავდა, მეტამფეტამინში კი ქმარი რო ყავდა. ხალხს რომ ფეხებს აჭრიდა იმის გამო რომ ხელებს აჭრიდა იმის გამო რომ ვიღაცამ დააკომენტარა რომ მე ჩემი აზრით არ მომწონს ნანუკას შოუ და მოდიოდა ნანუკას ქმარი და ხელებს გაჭრიდა და გალდანის ციხეში გიშვები და უხელოს 20 წლით. ანუ ის ნანუკა აღარ ვარ მე სხვა ნანუკა ვარ. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. მე YouTuber-ი და TikToker-ი ნანუკა ვარ. როგორ ხარ? როგორ ხარ? მაგრად ნანუკა, როგორ უნდა ვიყო? როგორ ხარ? კარგად ვარ ნანუკა, მაგრად ვარ. საგიჟეთში ვიყავი 12 წელი. ძალიან მაგრად ვარ. და ეხლა შენ ფანტა მოგაგდა ბროწეულის ფანტას მასინჯებ და მარეკლამებინებ რაღაცა ფანტას. ძალიან მაგრად მიმდის ცხოვრება. გიჟივით იმენა. პირდაპირ გაგებით გიჟივით. მოიცადე ერთ წამი ნანუკა ამ ფანტას უნდა მივაყოლო 6 ცალი ფსიქოტროპული, რადგან ისე ვერ ვაზროვნებ. ექიმების გააკრძალული მაქვს. როგორ გამხთარხარ? როგორ გაამაზე? ახლა ვარ 73 კილო. კუჩის ოპერაცია გავიკეთე 136 კილო. ავი ახლა ვარ 73 კილო. ყოჩა, ხო, ნუ კარგად დაგიკლია. აღარ მოგიმატია, ანუ 73-ზე ცოტა ყოფილხარ? არა, არ მომიმატია, ვიკლებ და ვიკლებდე ნელა. ძალიან მაგარია. მაგას ხო იცი ფიზიკური აქტივობა მოძრაობა უნდა. ყოველდღე ვაკეთებ მოძრაობა, ვაჯიშობდეს. მაგას ხო იცი ფიზიკური აქტივობა მოძრაობა უნდა. შენ რატო ვერ გახდი ნანუკა, მაშინ სანამ 200,000 არ გხიეს ამ პროტესტის გოიმებმა? ამ ნანუკაც ხო მთელი ცხოვრება ბუთქუნა იყო და 200,000 რო ხიეს ამ პირბადეების და რამე, ხალხი ხო რიცხავს სადღაც. შვილო მე ნაილი დეიდა ვარ ბელგიიდან, აგერ 1000 ევროს ვუგროვებდი ჩემ ბიჭს რომ პატარა მოპედი მეყიდა, მაგრამ აგერ ნანუკა პირბადეები იყიდე. აჰა შენ 1000 ევრო ნანუკა. 1000 ევრო? რომელ ხელშია ქალბატონ ნაილი 1000 ევრო? ბუმ! არც ერთ ხელში არ არის. ჩემ გახდომის ოპერაციაშია და ჩემ პარიზის გულაობებშია 1000 ევრო. ბოზო. მომიშალა ნერვები. და მივირთვათ ჩვენი სადილე და ჩაგივარდა. ვაიმე, იმას რა ვესვამ. ენა, გააჩერე. -1 მამალი სამყაროში. ნერვი მომიშალა. განიგმირა ფოცხის დარტყმისგან.
ნანუკა ჟორჟოლიან ძალიან გთხოვთ უყურე ჩემ ვიდეოს ამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ ერთადერთხელ ვერ ლაპარაკე შენს პროდიუსერს და იმის მერე არ მილაპარაკია იმიტომ რომ არ ვიცი ფეიკივე გონე რაღაცა ისა ალბათ WhatsApp-ს დამბლოკა და ნომერზე დამბლოკა შენი ნომერი პროდიუსერო ძალიან გთხოვთ გეხვეწებით ნანუკასთან დალაპარაკება მინდა და ის პროდიუსერი გამზდელი ბლოკ ეგრევე აი ესეთი ხალხია რომ ესე ბლოკავენ და როცა მერე დასჭირდები მერე შეგეხმიანებიან თავისუფლად რა თქმა უნდა პროდიუსერები და ვიღაცეები რა ხო ყველა ეგეთი ნაბოზვარია რომლებიც ზემოდან გიყურებენ და კიდე ჯერათ მაგრამ რატო არ უნდა ჯეროდეთ აი ეგეთი გოიმი ხალხი უყურებთ და გოიმი ხალხი კიდე პატივს სცემთ ესეთ ხალხს რომლებიც აი ესეთ ხალხს იყენებენ პროსტა აი მონებივით რა სალფეტკივით რომ აი ხა მოდი შენი ჯერია ბლია და აგიღე მოგიხოცე ცხვირი ნახვი აქედან ხა მოგსწრია გამზდელი სანამ არ დამჭირდები კიდე მანამდე ბლოკში იქნები როცა დამჭირდები როცა დამჭირდება შენი სიღარიბის შენი სიგიჟის შენი ავადმყოფობის გამოყენება მოგხსნი ბლოკს დაგირეკავ ისევ მოხვალ ისევ მოვიტან ფანტას, ისევ დაგიდგამ ცხვირწინ და ისევ დაგარეკლამებინებ. იმიტომ რომ ჩემი ძაღლი ხარ, გაიგე? აი ესეთები არიან ყველა ესენი. ნანუკა ჟორჟოლი, აი ესენი რა, ის ვინც არიან old school სუტინიორები გიჟების. ნანუკა ჟორჟოლიანი, მაია ასათიანი, ნოდარ მელაძე ის მე მგონი იმას ჰქონდა გადაცემა. სტოპ, იმას ეკახოფერია ხო უეჭველი უნდა ვახსენოთ ეხა ეკახოფერია რომ ეკახოფერიას რომ მომენტი აქვს, აი კანფეტივით, მოიცა ეს გაჩვენოთ. გიორგი, ესად მე გასართობ ადგილებში თუ დადიხართ? არა, სადადო. გიორგი, სადმე გასართობ ადგილებში თუ დადიხართ? ამას ეკითხება 19 წლის ბიჭს, რომელიც 200 კილოა. კაი, 200 გადავამეტე 197 რეალურად. მეგობრები ყავთ? კი. მეგობრები თქვენს მეგობრებს შეყვარებულები ყავთ ალბათ. შეყვარებულები ყავთ? ყავ. თქვენ? მე არა. ყოფილ ხართ თუ არა ოდესმე პაემანზე გოგოსთან? არა, არასდროს. მოგწონებიათ თუ არა ოდესმე ვინმე გოგო? არასდროს არავი? არა. გიორგი, მაპატიე. ქონია თუ არა ოდესმე სექსი გოგოსთან? გიორგი მესმის რომ 19 წლის ბიჭი ხარ და 197 კილო ხარ. სექსი ქონია გოგოსთან? კი, ეკა, გოგოები გიждდებიან 197 კილოიან 19 წლის ბიჭზე. კი, მქონია სექსი. რატომ ეკითხება? აი, როგორ გონიათ? პასუხი ისედაც არ არის ცხადი, ისედაც ნათელი არ არის. არა, უბრალოდ აი ესეთი ხალხი არის, რომლებიც დგანან აი ესეთი გაჭირვებული და ესეთი საწყალი ხალხის ბეჭებზე. და მთელი ამათი კარიერა, ნანუკები, მაიაები, ეკახოფერიები, ნოდარ მელაძეები, ყველას კარიერა დგას, აი ესეთი გაჭირვებული და დასაცინი, ოღონდ ირიბად დასაცინი ხალხის ბეჭებზე. რომლებიც გამოყავთ ესე, იზოლდა ბებო, 80 წლის გათხოვდით და თქვენი ქმარი გირტყამთ? ვაიმე! მიდი ახლა მაყურებელი ატირე შენი ბებერი გამზდელი მოუტყან. აი, ესეთი ხალხის წელზე დგას მთელი ქართული შოუ ბიზნესი. ვიზე დგას აბა? გაჭირვებული ხალხის და თქვენი ცრემლების ზურგზე დგას მთელი ეს ხალხი. და თქვენ დღეს პატივს სცემთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს ფულები ჩაურიცხოთ, მოდი, ნიღბებს გვიყენებს და ლობიანებს გვაჭმევს. რა ლობიანებს გაჭმევთ, ბიჭო? ნანუკა ჟორჟოლიანი წავა და პარიზში დაისვენებს და თქვენ თავზე დაგაჯვამთ და ღირსებიც იქნებით და ღირსებიც ხართ. ვინც მართლა ურიცხავთ ესეთ ხალხს ფულს. გოს მოეგეთ, ბიჭო. ვის რა ფულებს ურიცხავთ და ვიზე რა გული შეგტკივათ, მეკაიფებით. ეს ხალხი არის მართლა სუტინიორები, რომლებიც იყენებენ ადამიანების სისუსტეებს, რომ იმ ადამიანს ეხლა რაღაც სჭირდება 1000 ლარი გჭირდებათ და თქვენ გარაჟში ზრდით 30 ბავშვს. მოდი მე მოგცემ 1000 ლარს, ოღონდ ჩემ შოუში მოდი და იტირე და იბღავლე და ეს შენი 30 ბავშვი ზაბღავლე, რომ მაყურებელმა იტიროს და მეტი ნახვები მქონდეს. და თქვენ კიდე სხედხართ იქ ტელევიზორებთან. ვაიმე, ნანუკა რა საყვარელია.
ეი გიჟები ხართ რა რა იყო მიზეზი რის გამოც მოხდი ნერვული აშლილობა. რა იყო მიზეზიო რის გამო მოხდიო ფსიქიატრიულშიო ასე ჩემს დაწეთ მაგასაც დავინახო. დამსხლა კომენტარზე დაწეთ მაგასაც დავინახო. დამსხმელი და უი რა კაი ტატუები და ბადრი დეიწერე გოგო ბადრი რამ დაგაწერინა ხელზე გოგო რა ვიცი წამომიჰერე. კაცის სახელის ხელზე დაწერა იქნება გოგო ახლა რასაპირებ არაფერს არ უნდა გავიკეთე. კაი გოგო ხარ არაფერი არ უნდა ინონო ცხოვრება შენ რასაც გააკეთებ ნონა გოგომ დაიწერა ხელზე ბადრი და ნანუკა ურჩევს რომ ცხოვრებაში არაფერი უნდა ინანო კარგი გოგო ხარ რო არ ნანოფო ამასო აი ომში რომ ვიყო რომ დავიჭრა ერთი 10 ტყვია მქონდეს მოხვედრილი სისხლისგან ვიცლებოდე სადღაც უღრან ტყეში ვეგდო და უკვე მეგონოს რომ კვდები ვიღაც კაცი რომ მოვიდეს უცებ აი ესე თვალები მიქრება უკვე მიბნელდება და ვიღაც კაცის სილუეტი ჩანს ამ კაცმა რომ ამიყვანოს ხელში ძმაო და მითხრას რომ წამოდიო ძმაო გაუძელიო 100 კილომეტრი რომ მატაროს ამ ტყიდან გამომიყვანოს ამ დროს მტერი ტყვიებს გვესვრის იქ ფეთქდება რაღაცეები მიმიყვანოს სამშვიდობოზე აი ესე დამაწვინოს საკაცეზე და ექიმებს გადამცეს რომ და მე ამ დროს ვწევ ესე ხელს რომ მადლობა ძმაო შენ სიკვდილისგან მიხსენი მინდა რომ შენი სახელი ამოვისვირინგო ხელზე რომ არასდროს დამავიწყდე გთხოვ მითხარი რა გქვია რომ შენ სიკვდილს მიხსენი და ის პასუხობს ბადრი არა ბადრი არა ძმაო არა წამიყვანე ისევ დამტოვე იქ ბადრის ვერ დავიწერ ძმაო რა შუელს რა ქვია ლუკა ვინმე არ ყავს ან რა გიორგი არ ყავს ვინმე რომ დავიწერო თაზოს დავიწერ მაქსიმეს დავიწერ ალექსანდრეს დავიწერ ბადრის არ დავიწერ ძმაო არა ვინ არ ყავს მარტო ვარ მე არა მამა ჩემსაც ბადრი ქვია ჩემ შულსაც ბადრი გოგომ ჯერ ბადრი დაიწერა სახელზე მერე საგიჟეში იყო მერე სახელიდან გაიქცა მერე 200 კილოს მიაღწია და ეხა ნანუკა უზის და ნონა ფანტა დამირეკლამე ხალხი ამაზე დარწმუნებული რა ტირის და ვაიმე ნანუკა რაკეტილია აი მართლა ბადრი უნდა დაგაწეროთ ხელზე ყველას რა ვისაც ნანუკასი გჯერათ აი ბადრი უნდა დაიწეროთ ხელზე რომ ანუ ხალხმა გიცნოთ რა გაიცანი ვიღაცა გოგო ხო და გრძელმკლავიანი აცვია და მოგეწონა მშვენიერი შესახედავია რაღაც ჯერ არ გამოლაპარაკები ხარ უცებ უნდა აუწიო მკლავი აწერია ბადრი აჰა ესე იგი ნანუკა ჟორჟოლიანის მომხრია всё კარგად იყავი აჰა შენ ხურდა წადი რამე ნაყინი იყი და ოღონდ არ დაგეწუწოს დებილო გოგო შუბლზე დაარტყა მორჯერ და წახვალ წავედით ჩვენც